მასთან რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ვაჟი, უფლისწული ალექსეი პატარაობიდანვე მეგობრობდა. გენერალ-მაიორი გიორგი იგივე გიგუშაერისთავი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის ქართველი თავადი არაერთი ჯილდოს მფლობელი გახლდათ. ის იყო მაგალითად სპარსეთის ლომისა და მზის, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის, იტალიის წმინდა მავრიკისა და ლაზარეს ორდენების მფლობელი. რუსეთში იმპერატორის ამალაში ყოფნის დროს მან ამავე ამალის კიდევ ერთი ქართველი წევრი, სეფექალი, იგივე ფრეილინა მერი შერვაშიძე გაიცნო. ერთ-ერთი მოგონების მიხედვით მერი იყო მაღალი, არაჩვეულებრივი აღნაგობის, ღია თაფლისფერი თვალებით და წაბლისფერი თმით. ამასთანავე საოცრად სათნო და მოკრძალებული. ერთხელ იმპერატორს მისთვის მიუმართავს წარმოუდგენელია იყო ასე იგავ მიუწვდომლად ლამაზიო. მერი ხშირად დადიოდა ფრეილინას ბორდოსფერ ხავერდის კაბაში. გულზე სეფექალების ნიშანს, ბრილიანტის შიფრს ატარებდა. მერი შერვაშიძეს და გიგუშაერის თავს ერთმანეთი უყვარდათ, თუმცა ქორწინება დაუგვიანდათ. ფრეილინებს ხომ მაშინ გათხოვება ეკრძალებოდათ. მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწერეს ჯვარი ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში. შენ ჯვარს იწერდი, იმღამეს მერი. იტყვის მოგვიანებით ამ ქორწინებაზე სევდიანი გალაქტიონ ტაფიძე. ეს ამბავი 1918 წელს მოხდა, როცა გიგუშაერისთავი იმპერიის სამხედრო სამსახურიდან გადადგა და გენერალ-მაიორის ჩინით დემოკრატიულ საქართველოს ჯარში დაიწყო სამსახური. შემდეგ იყო 1921 წელი, წყვილი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. თებერვალ-მარტში რუსეთთან ომის დროს ქართულ ნაწილებთან ერთად გენერალ ერისთავსაც მოუწია ბათუმისკენ დახევა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მერი ბათუმიდან საფრანგეთს იყო უკვე წასული. საბედნიეროდ გემი რამდენიმე დღით სტამბოლში შეჩერდა, სადაც მას უკვე დევნილი ქმარიც წამოეწია. საქართველოდან ლტოლვილი წყვილი პარიზში, ბულონის ტყესთან ახლოს დასახლდა. მალევე მერი ელისეის მინდვრებზე ერთ-ერთ კაფეში იმპერატორის ბიძაშვილს შეხვდა, რომელმაც ქართველი ლამაზმანი თავის მეგობართან, მოდელიერ გაბრიელა შანელთან გააგზავნა. ასე გახდა მერი კოკო შანელის მოდელი. ემიგრაციაში გიგუშაერის თავით აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. ხშირად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ორგანიზაციების საქმიანობაში. გარდაიცვალა პარიზში 72 წლის ასაკში. გიგუშას და მერის შვილი არ ჰყოლია. ამიტომ შერვაშიძის ასული სრულიად მარტო ცხოვრობდა პარიზში, ლატურის ქუჩაზე. სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. ხანდახან ქართულ ეკლესიაში თუ შეივიდა. სიცოცხლის ბოლო წლები მერი შერვაშიძემ ემიგრანტებისათვის აშენებულ მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, უფრო პანსიონს მოგაგონებდა. ხანდახან თავის ბინაში მიდიოდა მეგობრებთან ერთად და ბანკოს თამაშობდა. მისი ნათესავი და უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იგონებდა, რომ მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ცოცხალი ყვავილები.